როგორც პატრონალევანმა ბრძანა სოციალურ პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების ანგარიშის მოსმენა. მოხსენებელი გვყავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ საჯელაძე. თუ სხვა რაიმე წინადადებები არ არის, ბატონო მიხეილ, გთხოვთ მოგზავნდეთ და დავიწყოთ. დიდი მადლობა. უპირველესად მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხზე ამ კომიტეტის ხდომის გამართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება და აქედან გამომდინარე მივესალმები, რა თქმა უნდა, პარლამენტის ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას იმ პროცესში, რასაც ქვია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოს მხრიდან. გასული წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე ვიდრე უშუალოდ მოგახსენებდეთ ინფორმაციას, მანამდე რა თქმა უნდა მინდა ორივე სიტყვით შევეხო საკუთრივ მნიშვნელობას ამ მიმართულებით მუშაობისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გაცხადებული, დეკლარირებული პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ იმ მიმართულებით განვითარება, რასაც ქვია ევროპული სტანდარტების დამკვიდრება ჩვენ სახელმწიფოში და მთავარი გზამკვლევი ამ მიმართულებით გახლავთ სწორედ ასოცირების შეთანხმება. ეს განსაზღვრავს პრაქტიკულად იმ მიმართულებებს, იმ ძირითად საკვანძო საკითხებს, რომელთან მიმართებაშიც სახელმწიფოს მართებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარება, საკანონმდებლო ჩარჩოს უკავშირდება ეს უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა, ამ საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებიდან გამომდინარე, ეს უნდა აისახოს პრაქტიკულად ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაზეც ყველა ეს მიმართულება. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამინისტროსთვისაც ბუნებრივია, ისე როგორც მთლიანად მთავრობისთვის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღებაც განსაკუთრებულია ამავე მიმართულებებით. შეთანხმების მე-14 თავი მოგეხსენებათ, ეს გახლავთ დასაქმება სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, ითვალისწინებს დიალოგსა და თანამშრომლობას ღირსეული შრომის პირობების დასაქმების პოლიტიკის, სამუშაოზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, სოციალური დიალოგის, სოციალური დაცვის, სოციალური ჩართულობის, გენდერული თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშესაწყობად რიგ აქტივობებს. და შეთანხმების მე-15 თავის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ თანამშრომლობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უმთავრეს კომპონენტს, ხოლო შეთანხმების 31 დანართით გათვალისწინებულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ევროდირექტივების დანერგვა და იმპლემენტაცია. შეთანხმების 30 თავია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ეს დანართი უпростоრად ეს გახლავთ დასახელებით დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები. ამ დანართით გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 40 დირექტივის, ევროდირექტივის დანერგვა და იმპლემენტაცია. ეს გახლავთ შრომის სამართალი, 8 არის ასეთი დირექტივა, დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა ასეთი 6 გახლავთ და ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე, რომელსაც ეძღვნება 26 დირექტივა. ამას გარდა შეთანხმების მე-4 კარის მე-13 თავის მრავალმხრივი შრომითი სტანდარტებისა და შეთანხმების შესახებ 229 მუხლისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა საქართველოს მომზადებული ანგარიშის გათვალისწინებით საქართველო ასევე ვალდებულია, რომ შექმნას ყოვლისმომცველი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემა, მათ შორის მიიღოს უმუშევრობის და მინიმალური შემოსავლის შეღავათები, ხელი შეუწყოს სოციალურ დიალოგს და ჩაერთოს ფართო დისკუსიაში მინიმალური ხელფასის რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციების რატიფიცირება და აღსრულება, კერძოდ არის ამ მიმართულებით შრომის ინსპექციის მიმართულებით არსებობს განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანი დირექტივები. მოგეხსენებათ, რომ ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში შექმნილი დაწესებულება გახლავთ, რამდენიმე წლის წინ შექმნილი დაწესებულება, რომელმაც ამ დროის განმავლობაში საქმით დაადასტურა, რომ ეს მნიშვნელოვანი წარმატება აქვეყნის ერთის მხრივ და რაც კონკრეტულად ითარგმნება, კონვერტირდება კონკრეტულად დაცულ უფლებებში შრომის სამართლის მიმართულებით. ეს გულისხმობს როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ისე მაგალითად ნებისმიერი შრომითი უფლების
დაცვას და იმავდროულად ეს გულისხმობს მაგალითად უბედური შემთხვევების პრევენციას სამუშაო ადგილებზე. ამრიგად მივყვები 2024 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენას და იმავდროულად შევეცდები, რომ 25 წლის გეგმებზეც გესაუბროთ, ნაწილი ამ აქტივობებისა წლის განმავლობაში უკვე განხორციელებულია და ბუნებრივია, რომ დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამავე მიმართულებით. დავიწყებ ჯანმრთელობის დაცვით. პირველი ეს გახლავთ ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 42 მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება. ეს გახლავთ ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთა შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ, ასევე დონორთა სისხლისა და სისხლის კომპონენტების შეგროვების წესის დამტკიცების შესახებ. ასევე მომზადებულია ნორმატიული აქტის პროექტი იმუნოჰემატოლოგიური ტესტირების პროცედურის დამტკიცების შესახებ. ყველა ეს კანონქვემდებარე აქტი გათვალისწინებულია უკვე მიღებული კანონის მიხედვით. ეს აუცილებელი პირობაა, წინაპირობაა იმისთვის, რომ რეალურად ამოქმედდეს ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ და გულისხმობს სისხლის დონაციის სფეროში პრაქტიკულად სრულიად ახლებური რეგულაციების ამოქმედებას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ აქ განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით საკითხს, ვინაიდან საკითხის მნიშვნელობიდან და მისი სენსიტიურობიდან იმავდროულად გამომდინარე, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულია ჩვენი სიფრთხილე დაკვირვება შესაძლო სირთულეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცვლილება რადიკალურია. ამავე მიზეზით იყო განპირობებული, რომ აერთობლივი კონსულტაციების შედეგად ჩვენ რამდენჯერმე შევჯერდით, რომ ასე ვთქვათ, გაგვეხანგრძლივებინა ის პერიოდი, რომელიც აუცილებელი იქნებოდა კანონის რეალურად ამოქმედებისთვის. ეს იმისთვის არის აუცილებელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ცვლილებებმა და ტრანსფორმაციის პერიოდმა უარყოფითად არ იმოქმედოს პაციენტების უფლებებზე. პრინციპში ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული აქტების პროექტები ფინალურ ეტაპზეა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, საბოლოო კონსულტაციების პროცესში ვართ, გავდივართ ამ პროცესს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ძალიან მალე იქნება შესაძლებელი ამ დოკუმენტების მიღება. თუ არ გამოჩნდა კვლავ რაიმე ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება მეტი სიფრთხილის გამოჩენა იყოს საჭირო და მეტი დრო მომზადებისთვის. პარლამენტის მიერ 23 წლის დეკემბერში დამტკიცდა კანონები ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ და ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს ასევე კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი, ესეც ახლო მომავალში ყოველ შემთხვევაში წლის ბოლომდე რეალურად დასრულებული იქნება, მიღებული იქნება და რეალურად ამოქმედდება. თუმცა აქაც ბუნებრივია, ვალდებულები ვართ, რომ გავითვალისწინოთ, რომ აქაც საკმაოდ არსებითი მნიშვნელოვანი ცვლილებებია დღის წესრიგში და შესაბამისად აქაც გარკვეული სიფრთხილე გვმართებს. თუმცა ეს არის სფერო, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას, განვითარებას, ვინაიდან ძალიან დიდია პოტენციალი ორგანოების გადანერგვა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი ესეთი აქტიურად სამუშაო მიმართულება გახლავთ. რეგისტრაციის, იმპორტის, შენახვის, გაყიდვის, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრირების წესებისა და ნორმების მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით 2023 წლის 30 ნოემბერს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონსა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მათი შესყიდვისას შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მიერ მართული შესვლის შეთანხმების გამოყენება. ეს გახლავთ სრულიად ახალი ინსტრუმენტი შესყიდვებისთვის. ეს პრაქტიკულად იძლევა შესაძლებლობას, რომ გაჩნდეს რეალურად წვდომა, როდესაც არსებობს ბაზარზე ახალი ინოვაციური მედიკამენტი, რომელსაც ანალოგი არ ყავს, შესაბამისად სახელმწიფოს უჩნდება შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოს სახელმწიფოში ამ პროდუქტების იმპორტი. აღნიშნული გულისხმობს, როგორც აღნიშნე სახელმწიფოს მიერ ინოვაციური, ანუ ახალი ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას მის მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელისგან პირდაპირ მოლაპარაკების გზით, სპეციალური პირობებით, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტის ეფექტიანობასა და დანერგვასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, კლინიკური შედეგების გაუმჯობესებას და ბიუჯეტზე გავლენის შემცირებას.
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად შეტანილი აგრეთვე ცვლილებები ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის 593 დადგენილებაში მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიების, მისი ადმინისტრირების წესისა და აგრეთვე მართული შესვლის შეთანხმების მონიტორინგის რეესტრში შესატანი მონაცემების განსაზღვრის მიზნით. შემუშავდა კანონის პროექტი სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელიც აწესრიგებს ამ სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. მოგეხსენებათ, ამ საკანონმდებლო აქტის ინიცირება გათვალისწინებულია მთავრობის საკანონმდებლო გეგმითაც და ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, რომ ის ინიცირებული იქნეს საქართველოს პარლამენტში, თუმცა მანამდე დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით კონსულტაციებში საბოლოო რედაქციასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საინტერესო დისკუსიები შეიძლება გაიმართოს ტრადიციულად, როგორც ეს ყოველთვის ხდება, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა იგეგმება. კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დანერგვისთვის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს ცვლილებებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონებში. აღნიშნული კანონპროექტებიც მომზადებულია ფინალურ ეტაპზეა, შეგვიძლია ასე ვთქვათ და დაგეგმილია შემდგომი პროცედურების ინიცირება. აქაც რა თქმა უნდა სექტორთან დაგჭირდება აქტიური კომუნიკაცია, ეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მზად იყოს მთლიანად სექტორი იმისთვის, რომ იმ ცვლილებებს ფეხი აუწყოს. მომზადდა ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს გაიდლაინის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს საქართველოსთვის ჯანმრთელობის საკითხების პრაქტიკული გამოყენება გარემოს დაცვითი შეფასების სფეროში, ეს გახლავთ დასახელება. ინგლისური და ქართული ვერსიები მიმდინარეობს საბოლოო რედაქციული ხასიათის, ასე ვთქვათ, ცვლილებების დამუშავება და შესაბამისად ალბათ ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი, რომ გამოიცეს ეს ნორმატიული აქტიც. ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით განხორციელდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული ქსელის 5 ლაბორატორიის მიერ ISO მოთხოვნების დაკმაყოფილება, ეს გახლავთ ISO 15199. 2 ეპიდემიოლოგი აგრძელებს სწავლებას ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის მე-5 და მე-6 კოჰორტაში. დაიწყო მუშაობა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული მულტისექტორული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, შესაბამისი ექსპერტის ჩართულობით შედგა ამ დროისთვის უკვე შეხვედრა სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებების წარმომადგენლებთან პრიორიტეტული აქტივობების განსაზღვრის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსიის მომზადება, სხვა უწყებებში გაგზავნისა და დამატებითი კომენტარების მიღების მიზნით. ესეც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სამინისტროს ფუნქცია უფრო მეტად მაკოორდინირებელია, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სხვა ფუნქციასთან ერთად მაკოორდინირებელი ფუნქციაც გააჩნია და შესაბამისად აი ამ კოორდინაციისა და კონსულტაციების პროცესს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5-3 მუხლის სრულად განხორციელების მიზნით მომზადებულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. დოკუმენტი გადის შეთანხმების პროცედურას დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან და ესეც მომზადდება და მზად იქნება უკვე გამოცემისთვის. მომზადდა ტრავმა რეგისტრის კონცეფცია და სერიოზული დაზიანების სადიფერენციო საკონვერტაციო ინსტრუმენტი Excel-ის ვერსია, რომლის მიხედვით მზადდება ცვლილების პროექტი სტაციონარიდან გასული პაციენტების აღრიცხვის ფორმა ნომერ 66-ში. მომზადებულია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტი, მოგეხსენებათ, ეს წარმოდგენილია ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში და მიმდინარეობს მისი განხილვები. 2023 წლის 29 დეკემბერს გამოიცა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოების და მართვის წესებისა და პირობების, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ. ეს გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან. რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს,
პრინციპში ნაწილობრივ ეს მოგახსენეთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ უბრალოდ შეჯამების სახით ეს არის ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ და ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესის დასრულება, ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესის დასრულება და მისი ამოქმედება რეალურად და გადაიხედება და დასამტკიცებლად მომზადდება კანონის პროექტი სამედიცინო მოწყობილობების შესახებ. ასევე დაიწყება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის აქტიურ ფაზაში გადავა, ასე ვთქვათ, განხილვები და მისი დამტკიცების პროცედურები. რაც შეეხება შრომის მიმართულებას 2024 წლის 13 აგვისტოს ხელი მოეწერა ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახლავთ, ვინაიდან მომდევნო წლებისთვის პრაქტიკულად სამოქმედა გეგმა გახლავთ, რომელიც მოიცავს, რა თქმა უნდა, იმ ძირითად მიმართულებებს და ძირითად საზომ ინდიკატორებს შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომელიც რეალურად ასახავს სამომავლოდ შრომის სამართლის მიმართულებით განვითარებას საქართველოში. მხარეები ამ შეთანხმებისა გახლავთ სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და სამხრივი პარტნიორობა, მოგეხსენებათ იქ ჩართული მხარეები, აღნიშნულ პროგრამა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების და ევროპული სტანდარტების დანერგვისაკენ. მოგეხსენებათ, რომ ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობასთან სამხრივი კომისია და შესაბამისად სოციალური პარტნიორობის ამ მიმართულებით განვითარება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. დასაქმების მიმართულებით შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2023 წლიდან მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში დაიწყო შრომის ბაზრის მართვის ახალი ელექტრონული სისტემის განვითარება WorkNet-ი მოგეხსენებათ, რომლის ძირითადი მოდულები 2025 წლიდან პილოტურ რეჟიმში ამუშავდება. ახალი სისტემა ხელს შეუწყობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების გეოგრაფიული მისაწვდომობის გაზრდას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შრომისა და დასაქმების პოლიტიკის შემდგომ განვითარებას. ასევე უნარების პროგნოზირების შესაძლებლობის გაზრდას. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში განხორციელდა ცვლილებები, როგორც მოგეხსენებათ, რომელიც ძალას შევიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან. ამ ცვლილებების შედეგად შეიქმნა შრომითი მიგრაციის რეგულირების, მონიტორინგის და აღსრულების ახალი მექანიზმები, რომელმაც აჩვენა, ასე ვთქვათ, ამ დროის განმავლობაში, რაც ის მოქმედებს, საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები, რეალური ხელშესახები ცვლილებები, ვინაიდან ის, რაც პრაქტიკულად აბსოლუტურად დერეგულირებული იყო და იყო გარკვეული სიგნალები მასთან დაკავშირებით, რომ სფეროში არსებობს სერიოზული სირთულეები, ამასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ცხადი გახდა ეს ერთის მხრივ სფერო და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მზად და რეზისტენტული გარკვეული, ასე ვთქვათ, სირთულეების თავიდან ასაცილებლად. შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა. ესეც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მიგრაციის სფეროში განსაკუთრებული როლი ენიჭება კოორდინირებულ მუშაობას ყველა რელევანტული სახელმწიფო დაწესებულების, ამიტომ ეს საინფორმაციო პორტალების არსებობა არის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. დარეგულირდა საშუალო კომპანიების, კერძო დასაქმების სააგენტოების და ფიზიკური პირების მოგეხსენებათ საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირების გზით და 2024 წელს განხორციელდა შესაბამისი კომპანიების სერტიფიცირება. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ სერიოზული შედეგები გვაქვს. ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსალოდნელზე უფრო აქტიური გამოდგა ეს რეგისტრაციის პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერება არ შეიძლება და ბუნებრივია ეს პროცესი გასაგრძელებელია, ვიდრე პრაქტიკულად სრულფასოვნად არ მოხდება ამ სფეროში და მოღვაწე დაწესებულებების სრულად აღრიცხვა. ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ შესაბამისად მათ საქმიანობაში პრაქტიკულად ჭრდილში არ ექცეოდეს და შესაბამისად ეს იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები საქმიანობა. შეიქმნა და ამოქმედდა საშუალო კომპანიების სერტიფიცირების და მონიტორინგის რეალური მექანიზმები და რომლის შედეგადაც რეალურად ფუნქციონირებს ეს სისტემა.
შეიქმნა და ამოქმედა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღრიცხვისა და მონიტორინგის მექანიზმები. ესეც მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად გაჩნდა შესაძლებლობა ჩვენ რეალურ რეჟიმში თვალევადევნოთ მიგრაციულ ნაკადებსა და პროცესებს, რაც პრაქტიკულად ამ რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს უკვე შემდგომ ცვლილებებსაც და შემდგომ განვითარებას იმისთვის, რომ პრაქტიკულად სწორი ფორმა მიეცეს, ასე ვთქვათ, მიგრაციულ ნაკადებს და პროცესებს ამ სფეროში. და გრძელდება ხელშეკრულებების მომზადება თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის არის სლოვაკეთი, მათ შორის არის საბერძნეთი და ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება ახლო მომავალში, როგორც ამის იმედი გვაქვს. უნდა ვისაუბროთ სოციალურ პოლიტიკაზე. გაგრძელდა ამ ხნის განმავლობაში მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ ეს ერთ-ერთი ის ამბიციური გეგმა გახლავთ, რომელიც დაადგინა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა საკანონმდებლო აქტმა. ამბიციურია ეს იმდენად, რამდენადაც ეს არის პირველი, ეს არის ყველაზე ახალი სიტყვა, თანამედროვე მიდგომა, ასე ვთქვათ, შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხში და მეორეს მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, როგორც ფინანსურად, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, გნებავთ პროცედურული თვალსაზრისით, საკმაოდ რთული გეგმა, რომელიც ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე სამართლიანად უზრუნველყოფს შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას და აქედან გამომდინარე ჩვენს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით ამ საკითხს. რეალურად გადაიდგა მიმართულებით ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ კვლავ ამ ასეთივე ინტენსივობით აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. დასრულდა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაცია სრულად, რომლის ფარგლებშიც პანსიონატის ბენეფიციარები გადაყვანილი იქნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაში რჩეული ამისთვის და რეალურად ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულია. ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს შეიქმნა პერსონალური ასისტენტის და შინმოვლის მომსახურებები. მოგეხსენებათ, ესეც გათვალისწინებული, იმავე საკანონმდებლო აქტით იყო გათვალისწინებული ეს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ ესეც. 2024 წლის დასაწყისიდან დაიწყო მომსახურების დანერგვა და გეოგრაფიული გაფართოება, ხოლო 2025 წლიდან განხორციელდა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის სერვისის მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირება. რეალურად ეს დანერგილია, რეალურად მუშაობს. და ახლა ვართ იმ პროცესში, როდესაც აუცილებელია ძალიან აქტიური კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებთან იმისთვის, რომ სწორად ფუნქციონირებდეს ის პროგრამა და რეალურად ემსახურებოდეს იმ ფუნქციას თუ დანიშნულებას, ასე ვთქვათ, იმ მიზნებს, რომლისთვისაც არის შექმნილი საერთოდ ეს პროგრამა. 2024 წელს შეიქმნა სრულად ახალი მომსახურება შშმ პირთა უფლების ადვოკატირებისთვის, რომელსაც ახორციელებენ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეს გახლავთ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები. უпростоრად ეს უფრო ადრეა ეს კონცეფცია შექმნილი, თუმცა რეალურად სახელმწიფოს მონაწილეობით მისი დანერგვა, სახელმწიფოს მხარდაჭერით მის დანერგვაზე 24 წელს დაიწყო მუშაობა და რეალურად ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან საინტერესო პროგრამაა. 2024 წელს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნა 2022 დევნილი ოჯახი. საკუთრებაში დაუკანონდა 351 საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 70-ზე მეტ ობიექტში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. 20,600-ზე მეტ პირს გაეწია გადაუდებელი ერთჯერადი ფულადი დახმარება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნა 1076 ოჯახი. 2025 წლის გეგმები სოციალური მიმართულებით ინტენსიურად წარიმართება ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამის განხორციელება, ეს რაც დასაწყისში აღნიშნა, რომ ეს შარშან ხელმოწერილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ იმისთვის, რომ შემდგომი პროცესების მართვა ორგანიზებულად ხორციელდებოდეს. როგორც მოგახსენეთ, დამტკიცდება დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც. მასთან ერთად გაგრძელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების 29-ე დანართით გათვალისწინებული დარჩენილი ევროდირექტივების დანერგვისთვის საჭირო საქმიანობები. აქ მინდა აღვნიშნო, რომ 29-ე თავით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ახლახან დაახლოებით 1 თვეა, რაც მიღებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი, იმავდროულად
ამბიციური ნორმატიული აქტი მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ეს გახლავთ რეგლამენტები, რომელიც არეგულირებს სამუშაო ადგილზე სხვადასხვა სახის მოწყობილობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს. მე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ინტენსიური და აქტიური კონსულტაციები გაიმართა ბიზნეს სექტორთან, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიზნეს სექტორიდან ყოფილიყო მზადყოფნა ამ ნორმების, ახალი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ინფორმაციის გავრცელება და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, შესაძლებლობების მოსინჯვა, მხარდაჭერა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მზად დახვდეს ბიზნესი ახალ რეგულაციებს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მართლაც სამაგალითოდ კარგი თანამშრომლობა შედგა ბიზნეს სექტორთან და ვფიქრობ, რომ ესეც დიდი წარმატება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის პირობების უსაფრთხოებას. შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზაციული გაძლიერებაზე გვექნება განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული მომდევნო პერიოდის განმავლობაში. სამსახურის მანდატით გათვალისწინებული ინსპექტირებების განხორციელება, რა თქმა უნდა, ეს არის პრიორიტეტული მიმართულება და ბუნებრივია ამ მიმართულებითაც ვიქნებით აქტიურები. მუშაობას გავაგრძელებთ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის დაზღვევის წესსა და პროცედურებზე. ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან საინტერესო ინიციატივა იქნება. ამაზე მოგვიწევს, რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანიებთან, კერძო სექტორთან ერთად რაღაც პროდუქტების შემუშავება და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცვის ხარისხს. გაგრძელდება მუშაობა დარჩენილი ფუნდამენტური კონვენციების რატიფიცირებაზე. ეს რამდენიმე გახლავთ ესეთი და ჩამოთვლით საწარმოო გარემოსა და შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კონვენცია. ეს არის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის შესახებ კონვენცია და წარმოებაში და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ. გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზაციული გაძლიერება და მომსახურებათა გეოგრაფიული გაფართოება, გეოგრაფიულიც და ხარისხობრივი გაუმჯობესებაც, რა თქმა უნდა. ხელი შეეწყობა აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის შემდგომ განვითარებას. გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ინტერვენციების განხორციელება, განსაკუთრებით ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მიმართულებით, კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორც არის სოციალურად დაუცველები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, შეშლილ პირები და ასე შემდეგ. იგივე შემიძლია ვთქვა ახალგაზრდებზე, ყურადღების გამახვილებაზე და ასე შემდეგ. მუშაობა დაიწყება უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. ეს ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს შევქმნათ ასეთი პროდუქტი, ეს იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო თითოეული დასაქმებულისთვის. ეს ძალიან კარგი ინიციატივა, არსებობს ამის მოქმედების კარგი პრაქტიკა და გამოცდილება სხვადასხვა სახელმწიფოში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან სასარგებლო იქნებოდა წარმატების მიღწევა. გაგრძელდება შრომითი მიგრაციის რეგულირების და აღრიცხვიანობის სისტემის შემდგომი განვითარება. მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი ნაწილი საქმისა რეალურად განხორციელებულია და რეალურად ფუნქციონირებს, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც მანამდეც აღვნიშნე, მიღწეული დაკმაყოფილებისთვის, ასე ვთქვა, ჯერ საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს და რა თქმა უნდა, საქმე მისაყვანილი იქნება ბოლომდე. ეს იმისთვის, რომ რეალურად დანერგილი, რეალურად მოქმედებაში მოყვანილი ინსტრუმენტები რეალურად ახერხებდეს, რომ ის პრაქტიკულად სრულყოფილ, ასე ვთქვა, დონეს აღწევდეს. ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთა შორისი თანამშრომლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასევე მოგახსენეთ, რომ საბერძნეთთან და სლოვაკეთთან მიმდინარეობს ახლა ამ წუთას რეალურად ამაზე მუშაობა. აქაც ჩართულია, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და განსაკუთრებულად დიდია როლი ამ მიმართულებით ჩვენი კოლეგა სამინისტროსი. ინტენსიურად წარიმართება შესაძლებლობის შეზღუდვის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის პროცესი, მათ შორის დაიწყება მოდელისთვის საჭირო სამართლებრივ ჩარჩოზე მუშაობა. ალბათ აუცილებელი იქნება აქ ახალი კანონპროექტის შემუშავება, ვინაიდან არის საკმაოდ ბევრი ისეთი საკითხი, რომელსაც ჭირდება საკანონმდებლო საფუძველი და დასაყრდენი იმისთვის, რომ მე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მეშვეობით უფრო დეტალურად მოხდეს მოწესრიგებული ეს საკითხები. ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო დაცვის მექანიზმების და სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დახვეწა არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის პრიორიტეტი. ეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სამინისტროსთვის, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება, ასე ვთქვათ, მისი ადგილი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე ვალდებულებათა შორის. რა თქმა უნდა, ბავშვების უფლებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც კი შეიძლება სამინისტროს ჰქონდეს.
მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა ჩვენი პრიორიტეტი ასევე და ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება საქართველოს არაერთ რეგიონში, არაერთ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ზუგდიდში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისში და პრინციპში აი ახლო მომავალში უკვე დაიწყება ასე ვთქვათ გარკვეული ფინალურ ეტაპზე არის ასე ვთქვათ რამდენიმე პროექტი, რომელიც ალბათ უახლოესი თვეების განმავლობაში რეალურად დასრულდება, დაიწყება უბრალოდ ყველა ვერ დასრულდება და გაგრძელდება ასე დაახლოებით მომდევნო წლის ჩათვლით. მე შევეცადებ წავიკითხე იმიტომ რომ ბევრი არ მესაუბრა და ბევრი დრო არ წამერთმია თქვენთვის, რა თქმა უნდა თითოეულ ამ თემასთან დაკავშირებით შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში საუბარი, ბევრი საუბარი თითოეული ეს საკითხი იმსახურებს ალბათ არამც თუ ცალკე კომიტეტის ხდომას, არამედ სამუშაო ფორმატების შექმნას, რისთვისაც რა თქმა უნდა მზადგახლავართ და დიდი სიამოვნებითა და ინტერესით განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს პარლამენტთან, როგორც ამის ძალიან კარგი ტრადიცია ამ დრომდე გვაქვს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ. დავწერთ კი, დაბრძანეთ. უპირველესად, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა